ანალიზი მომეხდინა. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ აზრი, რატომ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი იყოს საშიში. დღეს ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, რას გულისხმობთ და ჩვენ მაყურებელს ვეტყვი, რომ ხელოვნური ინტელექტი ამხელა ორი სიტყვა რო არ ვთქვათ, შეგვიძლია ვიხმაროთ AI, რომელიც უფრო გაგვიმარტივებს კომუნიკაციას. ხო, AI-ზე თუ ვიტყვით, მაშინ ყველაზე მარტივი იქნება გზა ვთქვათ, ჯერ AI რა არ არის, სანამ ვიტყვით რა არის. და რა არ არის ჩვეულებრივი კომპიუტერული პროგრამა. და კომპიუტერული პროგრამა როგორც რეცეპტების წიგნი, რაღაც ალგორითმი რო აიღე ორი კვერცხი, ჩააგდე, მე რაღაც გააკეთე. ანუ მან step by step მიყვება და ზუსტად ვიცით ხო რა მოხდება, რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ. ხელოვნური ინტელექტი მაგ ხრივ არც არის შექმნილი მანქანა. ეს არის უფრო გაზრდილი ხე, რომელიც ზუსტად არ ვიცით, ანუ არც კი ვქმნით ფაქტიურად, როცა ვიძახით რაღაც გაგებით უზრდით. და რა თქმა უნდა, ხა ეგ უფრო საშიშს ხდის ერთ შეხედვით. მაგრამ იმ გაგებით არის, რომ იმის ჩვენ არ ვწერთ სტრატეგიებს, ადამიანის მოსაფიქრებელი არა სტრატეგია თუ როგორ ამოხსნას რაღაც ამოცანა. ჩვენ მოვთხოვნებით ამოცანებს და მაგ ამოცანებზე ვიცით სწორი და არასწორი პასუხები. მაგალითად, კატა და ძაღლის სურათები თუ გვაქვს, უნდა გაარჩიოს და ვეუბნებით ეს სწორია კატა, სწორია ძაღლი. თავად უკვე ის როგორ არჩევს მაგებს, ეგ ეხაც კი შავი ყუთი არის ჩვენთვის. და არ ვიცით მაგალითად როგორ მიხვდება ერთსად მეორეს. ანუ თვითონ ამოხსნის ამ ამოცანას და ჩვენ უბრალოდ ვქვნით გარემოს, რომ გაიზარდოს, როგორც მოურწყავთ დაუშვათ მცენარეს, ისე იზრდება. ანუ მაგ ხრივ ერთი დიდი ფუნდამენტურად განსხვავებული ნაბიჯია ყველა სხვა კომპიუტერულ პროგრამამდე. ანუ შენ ეხა ერთი თავიდან მისნამ გაგრძელებ თუ აგრძელებდი ბოდიში როგორ წოდენე, მაგრამ შენ ამბობ რომ ჩვენ არ ვიცით როგორ არჩევს ძაღლს და კატას. და ჩვენ სურათს უგზავნით პირობითად ავიღოთ ChatGPT-ს, ხო? ყველაზე მოხმარებად ხელოვნურ ინტელექტს ალბათ. თუმცა მისმა მომგონებმა, ესე ვთქვათ, იმ ადამიანებმა, ვინც მუშაობენ ChatGPT-ის კოდზე, პირობითად, მას მისცეს რაღაც ბრძანება, რომ შენ ძაღლი და კატა უნდა გაარჩიო თუ ეს არ გაუკეთებიათ. ნუ ამ შემთხვევაში სხვა რაღაცებს ასწავს და ამ კონკრეტულად სათამაშო მაგალითი რო წარმოვიდგინოთ, ბევრ სურათს ვაჩვენებთ. თავიდან უბრალოდ ჩვენ გვქვნით ნეირონულ ქსელს, რომელიც თავიდან არაფერი არ იცის, სულელი არის, უბრალოდ შემთხვევით რაღაცები წერია. და მაგის მერე ვეუბნებით სხვადასხვა სურათებს და კითხვებს. ყოველჯერ როცა ეშლება, ვეუბნებით არა შეგეშალა. როცა კი სწორედ გამოიცნობს, ამას იმახსოვრებს და ეს ნეირონული ქსელი გადაიწელება. და საბოლოოდ ეს ნეირონული ქსელი უკვე ჭკვიანია და ისეთი ძაღლი და კატის სურათებით რო ანახო, რაც ნანახი არ ქონდა არასოდეს, უკვე სწორად იძახის. და ადამიანმა რო დაწეროს ხა პროგრამა ცხადი არა, ანუ დედაშენც ახლა რაც ჩელენჯი რომ მოუწყოთ თავს და დავჯეთ 24 საათი მას დაგჭირდება რომ გავდავწეროთ რომ თქვათ რომ აი მოდი ყური იცაენ და ის თუ კუთხე აქვს ყურს უფრო კატაა და თუ მრგვალია ძაღლია ეგეთი რაღაცები უნდა დავწეროთ ხო და ცხადი არა და ხელოვნურმა ინტელექტმა ისწავლა რაღაც სხვა პატერნების შემჩნევა რაც ჩვენ არც ვიცით ალბათ და ანუ მაგ ხრივ ზოგადად ყველაზე exciting მაგი თუ არის რომ შეუძლია სხვანაირი ლოგიკები და სხვანაირი პატერნები იპოვოს რაც ადამიანები ვის უარ ფიქრობენ მაგაზე მოკლედ. შეგვიძლია ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის პირველი ესეთი მასობრივი შეხება გქონდა მაშინ, როდესაც შევეხეთ სოციალურ ქსელებს და როდესაც გაჩნდა ჩვენ ცხოვრებაში სკროლვის რაღაცა მონაცემი ესე ვთქვათ, როდესაც ჩვენ რო გონია რომ პირობითად TikTok-ზე ავსკროლავთ და ვიდეო მოდის, ეს ვიდეო სანამ ეს ვიდეო ჩვენამდე მოვა, რაღაც უდიდეს კომპიუტერში გენერირდება ის, რასაც ჩვენ მაგამდე ვუყურებდით, ის რაც ჩვენი ლოკაცია, ანუ ადგილმდებარეობა მოიცავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი და მეტი. ხო, ანუ შეგვიძლია ეგეც მაგასაც ხელოვნურ ინტელექტს უწოდებთ, ხო? თვითონ ალგორითმი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რომელიც არის რეკომენდაციისთვის. ანუ ხელოვნურ ინტელექტს ვაძლევთ ყველაფერს ადამიანზე, ეგ ადამიანის დაწერილი სტრატეგია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი არჩევს უკვე შემდეგი რა აჩვენოს. და ეგ ცოტა გულდასაწყვეტიც არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტი დღეს პლანეტაზე რაც გვაქვს, არ არის ის, რომელიც ცდილობს განკურნოს კიბო, არის ის, რომელიც მიაჯაჭვებს ადამიანს სკროლოს და რაც შეიძლება მეც. და მან საშიში არის ნამდვილად, იმიტომ რომ იმდენად კარგი არის, რომ არაწრფივი ამოცანა ამოხსნა, ადამიანის ინტელექტი დაჰაკა. ადამიანის ფსიქოლოგია დაჰაკა. და ერთ შეხედვით ვიტყვით, რომ კი, მაგრამ მარკეტინგიც ხომ მაგას აკეთებდა, მაგალითად, ვიღაცა შეხებავდა რაღაცას წითლად, რაღაც მუსიკა იქნებოდა სუპერმარკეტში და ეგ იქნებოდა, რომ ეს მუსიკა თუ ჩართულია და წითელ ფერს ნახავს, უფრო მოშივდება, რაღაცას იყიდის.
მაგრამ ეგ ისე საშიში არ იყო, რომ ადამიანები ცდილობდნენ ადამიანის ტვინის დაჰაკვას. და ზედაზღვარი იყო, რომ რაღაცას ადამიანებიც რაღაცას ვერ გაცდებოდა და უკვე ხელოვნური ინტელექტი რო ცდილობს ადამიანების ტვინის დაჰაკვას, მან ძალიან იმპრესიული არის და საშიშიც არის გასაგებად, იმიტომ რომ არიან ფილოსოფოსები თავისი თეორიებით, რომ კაცობრიობა უბრალოდ იმიტომ გადაშენდება, რომ დავიწყდებათ ჭამას სკროლისას. მან მაგამდე ჯერ შორს ვარ. ხო, არის კიდევ ესეთი ის რომ თითი ფორმა შეიცვლის. სხვათა შორის რაც არ უნდა ისე ჟღერდეს არის რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა კისრის, იქიდან და ხერხემლის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფორმა ფაქტობრივად გახდა ეს, იმიტომ რომ ვინ იცი, ვინც ასე უყურებს ის დროს ხო, ფაქტობრივად ყველას გვაქვს ეს თავი ჩაწეული და აქედან ვაკეთებთ ამ ამბავს და ხო, ანუ ეგ რა თქმა უნდა არის. როდის გაჩნდა აი ესეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ჩვენ უკვე ლაპარაკი დავუწყეთ? ხო, აი მაგამდე რომ მივიდეთ, აი სკროლაზეც ერთს დავუმატებთ უბრალოდ რეალურად ეგ სკროლის ალგორითმი ახალი არ იყო, რომ TikTok-ამდე შევავინმეს ახსოვს, იყო Cove.com თუ რაღაც ეგეთი და იდეალური იყო სკროლვა იყო. უბრალოდ ეგ Cove-ის ალგორითმი იყო, რენდომად გიგდებდა რაღაცებს, ასე თუ ისე სწავლობდა და TikTok-ი გაცილებით კარგი გახდა, როცა ერთი პატარა კომპონენტი დავუმატეს და ეს პატარა კომპონენტი ხელოვნური ინტელექტი იყო ზუსტად. ხო. მაგრამ იქთან ყველგან არის ფილმი რო არის social dilemma, იცი? ხო, აი მანდ არის ძალიან კარგად განხილული რა საფრთხე ეგ თავიდან ბოლომდე სოციალურ ქსელებზე არის, მაგრამ კარგად არის განხილული რა საფრთხეები შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ მან უკვე ფსიქოლოგების ჩართულობაც იყო, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ფაქტობრივად შენ როგორც მომხმარებელი, ანუ მე როგორც მომხმარებელი ჩვენ გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებთ. ის რასაც გვთავაზობთ, რომ გგონია რომ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ ტვინის ამ ფუნქციას ძალიან ქვემოთ წევს, ხო? ხშირად ხო იძახიან თითქოს Amazon-ზე რაც ყიდვა რო გინდა ის შემოგთავაზა ზუსტად რაც გინდოდა, მაგრამ შეიძლება წინასწარ შენზე ადრე იცოდა რა მოგინდებოდა. ზუსტად. ხოდა მთელი აი ეს კონსიუმერიზმის სტრუქტურა რაზეც აეწყო, ეგ იყო რომ Amazon-ზე მაგას უყურებდი რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაეყვანე ერთ ღილაკამდე რა და Amazon-ზე არის ღილაკი, სადაც აწერია buy one click. აი ერთ ღილაკში იყიდე, უბრალოდ დააჭერდა всё, უჩამ. სკროლაც იგივე არის ხას. ტაშის დაკვრა და ეს რო დაჭირვებოდა და ისე ედიქტივ არ იქნებოდა და ყველაზე მარტივი მოძრაობა შეარჩიეს რომ ის ყოფილიყო. ხო, ალაპარაკდნენ ისინი, მაშინ ცოტა AI-ის არქიტექტურაზე ცნობი ლაპარაკოთ, ცოტა მეცნიერული იქნება, მაგრამ საინტერესო არის, რამაც გამოიწვია დიდი რევოლუცია, იმიტომ რომ AI-ის ქონდა რამდენიმე ზამთარი. ანუ ეს ალგორითმები იყო თავიდან, რაც Sintons 90-იანებშიც კი ქონდა, ეს Sintoni არის რაც Godfather of AI-ის ვისაც ეძახიან. Ყოველშორის ეგეც კარნეგი მელონში იყო, როცა გააკეთა უმეტესობა შრომა, მაგრამ მე წავიდა, იმიტომ რომ აი მანდაც ჩანს როგორი ის იყო თვითონ ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან იდეალისტი იყო და არ მოწონდა რომ პენტაგონი აფინანსებდა უნივერსიტეტს. მაგის გამო დატოვა. ცოტა შორის მის ინტერვიუსაც მოვუსმინე, ჩვენ რომ გადავალთ უკვე ცოცხარეებზე, ის საკმაოდ აფრთხილებს ხალხს მაგასთან დაკავშირებით. და ეგ რო გაიფრთხილებინა, მაგის გამო Google-ის ვიცე-პრეზიდენტობაც დატოვა, ეგეც ცოტა პატარა ამბავი არის. კი, ზუსტად. კი. მაგანაც შექმნა, მაგრამ ეს ალგორითმები იყო ნელი. მაგის გამო არასოდეს არ ჯობდა და ეხაც რო გადახედო მთლიან landscape of AI scientists ვინც არიან, იფიქრებ რომ რაც პატარაში და მაფია ქონდათ, იმიტომ რომ მაგის PhD სტუდენტები არიან Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტი, იმის რაც Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი, რაც თავად GPT ვინც შექმნა, ეგეც მაგის PhD სტუდენტი იყო. და იფიქრებ რომ რაც კონსპირაცია იყო, მაგრამ სამდროში ის იყო რომ იმდენად ლუზერებად ხედავდნენ რომ მეგობრობაც კი არ უნდათ მაგ ხალხთან. იმიტომ რომ მათემატიკოსებსაც არ მოწონდათ, იმიტომ რომ იყვნენ რომ აი ვერაფერს ვერ ამტკიცებდი. იმიტომ რომ ძალიან რთულია ახლა რო თქვი რომ ისიც კი არ შეგვიძლია ვთქვა როგორ არჩევს ძაღლს და კატას და მათემატიკოსებისთვის კოშმარი იყო ეგ, იმიტომ რომ ყველაფერს დამტკიცება უნდათ და მან არ მოწონდათ. აი თვითონ პროგრამისტებსაც არ მოწონდათ, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ ჯობდა ადამიანების პროგრამას. და პირველი დიდი გარღვევა იყო, როცა გააკეთეს GPU-ები, აი Nvidia-ც ეხა ძალიან რელევანტური მაგიტო გახდა და ყველაზე ძვირიანი კომპანია გახდა. 2 გერმანიის ფასი აქვს და ახლა მაგალითად 4 ტრილიონზე ავიდა, იმიტომ რომ აკეთებენ ამ იმებს GPU-ებს. და ეს GPU უბრალოდ ახერხებდა, რომ ბევრი რამე გაეპარალელებინა და ცალ-ცალკე არ დაეთვალათ. და ზუსტად ეგ მატრიცების გადამრავლება ჭირდებოდა და პირველი გამარჯვება იყო სადღაც დამოვიდოთ. რაც 2000-იანებში, ახალ 2000-იანებში, როცა სურათების გარჩევაში ხელი დაწერილ პროგრამებს აჯობა. ზუსტად კატა ძაღლის გარდა ყველა იყო რაც ვარდისფერი ლეოპარდი, რაღაც ყვავი და რაღაც მომენტში ადამიანებსაც კი აჯობა ამების გარჩევაში, იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვიცი, ყველა ლეოპარდის სახეობა გავარჩიო ერთმანეთისგან.
ხო, რა თქმა უნდა. და ძალიან ბევრი რამე კიდე. და ეგ იყო პირველი ზამთარის დასასრული და მე ძალიან ის იყო ტრენდული. მაგრამ მაგის მერე დიდი გამარჯვება არაფერი არ ქონია. და იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი ერთი პრობლემა და ესეც AI მეცნიერებიდანაა დიდი პრობლემა, მაგრამ მე ტრანსფორმერმა გადაჭრა ეგ და ტრანსფორმერის დანახვა ლამაზია, იმიტომ რომ GPT-შიც T არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასო, იმიტომ რომ generative pre-trained transformers და ტრანსფორმერი იყო ზუსტად ის, რამაც ეგ შეძლო. რომ ეგ აელაპარაკებინე AI. ხო და აი რო ვამბობდი რომ კატა და ძაღლს სწავლობს, რეალურად როგორი არის რომ გვაქვს flow წინ და უკან. მაგათაც ნეირონები გვაქვს და flow მიდის, ახალ იმას იგებს და ბოლოს იღებს პასუხს. აი შუაში ძალიან გრძელი რამე შევახდებოდი და ეგა შავიყუთი. მაგრამ ბოლოში რო გვაქვს პასუხი და უშოთ კატა თუ ძაღლი. მერე მოდის უკან და მაგას ვეძახით უკან პროპაგაციას, back propagations. რატომ მოდის უკან? რომ გაასწოროს შეცდომის მიხედვით ესენი. ხო, ამიტომ აქ უბრალოდ დათვალა, აქ უბრალოდ პასუხს იღებ და უკან პასუხი რო გაიგო, სწორი იყო თუ არა, მერე შეასწორა. მაგრამ ძალიან ღრმა თუ არის, ეს სიგნალი იკარგება. ხო. და deep learning-ი მაგიტო არის, რომ ღრმა სწავლება არის და deep learning-ში აუცილებელია რომ იყოს რაც შევა ღრმა. მაგრამ რაღაცაზე ღრმას ვერ ვაკეთებდით. მაგის გამო ესეებსაც ესე გრძელს ვერ წერდა მაშინ ადრე. ხო. და აი ტრანსფორმერმა შეცვალა ეგ, იმიტომ ტრანსფორმერმა იმის მაგივრად რომ ესე წაყოლოდა, ყველაფრის დანახვა დაიწყო ერთად. და ეგ ძალიან ცოტა უცნაურიც არის. ანუ წინადადებას ტრანსფორმერები არ უყურებენ როგორც მიმდევრობას. ყველაფერს ერთად უყურებენ. უბრალოდ განსხვავებული აი სტატია რაც იყო 2017-ში რაც იყო ეგ რევოლუცია ერქვა attention is all you need ყურადღება რაც კიდე. აი ყურადღება ფაქტობრივად ანათებს სხვადასხვა ინტენსივობით სხვადასხვა სიტყვებს. ხო. და ეგ აი მაგათაც წინადადება თუ არის მე მომწონს მათემატიკა და წავედი სადმეაც უნივერსიტეტში ან ბარში. ანუ GPT რას გააკეთებს რომ იტყვის რომ უნივერსიტეტში წასვლას უფრო მაღალი ალბათობა აქვს ვიდრე ბარში წასვლას იმის გამო რომ მათემატიკის სწავლა მინდოდა. დღეს მაინც მომავალში ვნახოთ როგორი. ხო. და ეგ გააკეთა ზუსტად ამ ტრანსფორმერების არქიტექტურამ და 2017-ში